სოფი, უკვე მეორედ ხარ კარგი გოგო, რომ მეორედ შემოგვირბინე, მეორე დაგვემშვიდობე, უკვე მეორე პარიზში გამგზავრების წინ. და უკვე მეორე წავიდა ჩემი სიყვარული და ჩამწყვეტა გული. განამდენი სატანა შეუძლია ჩემს პატარა გულს. აუ, არ წახვიდე რა, სოფი. ნიკა, მალე ჩამოვალ და ბევრ კარგ ფრანგულ სათამაშოებს ჩამოგიტან, ხო იცი? ვა, მაშინ წადი და მალე ჩამოდი. თეკლას ეჩქარებოდა ვერ დაგელოდა. ვაიმე ნეტა აქამდე მეკითხა დამატყდა ფეხები ამ მაღალ ქუსლებზე. მინდოდა რომ მაგაზე მაღალი გამორჩენები. ისე სულ დამავიწყდა. როგორ დამავიწყდა? თეკლა მითხრა რომ სოფის უთხარიო რომ ძალიან წყდება გული რომ მიდისო და მალე ჩამოვიდესო. ლაშა მართლა ესე გითხრა? მართლა რაც მითხრა იმას ხوار ვეტყვი. უი, ხო, კიდე და ის დამავიწყდა. აუ, როგორ დამავიწყდა. ჩემს მაგირად სოფის აკოცეო. მე ნუნუ მითხრა აკოცეო ფრიდონმა. პროფესორმა. უი, მაგათ მეც მითხეს, როგორ ვერ გამახსენდა. და ფიქრობ? კი. მეც ფიქრობ, მიხარია რომ ერთად ვართ. და შენ რაზე ფიქრობ? მესვი მინდა. ჩემზე შენზე და მესვე ფიქრობ. ატა, რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს? აუ 4 შენ? მე 5. აუ რა მაგარია 9 შვილი უგეყოლება. ადილა ციტებით დაჭერობა ნავითარ. აუ კი, მოდი, დავიწყე. აი დაგიჭირე, აი დაგიჭირე. აუ პატარა, მაგრამ ერთობი ხო, მე აუ ისეთი ბედნიერი ვარო. აი ხა თეკლა რომ მინდა რომ ბაბუაჩემს დაურეკო ეხლა, ბაბუაჩემს დაურეკავ და ვეტყვი რომ მე და თეკლას ერთმანეთზე გვიყვარს და ერთად ვართ და მე ის სიხარულისგან გაგიჟდება. გავარდება ეზოში, დაიწყებს გიჟივით ყვირილს. მე წამოყავს ხოს ფეხს, მე თავს დაარყოს. არ მინდა, სხვა დროს დაურეკავ, მოდი. წავალ ხა წვენს მოვიტან. არა, იყავი პატა, მე მოგიტან წვენს. თეკლა სად მიდიხარ? წვენი უნდა მოგიტანო. მე სამოყობი თეკლა. ხილავ თეკ. შენს პუ. ამოდი. შენს. დაჯიკი. შენს. მადლობა. არა. დავი. გვაი მე თეკლა ძმარი დაგისხავს. არა, იქ. სოფი, ესე იგი ხვალდილას მიფრინავ, ხო? კი, ხვალდილას მიფრინავ. სოფი, ეხლაც იმაღვიძა რომ უნდა გაგაღვიძოს, წინა გაფრენაზე რომ უნდა გაეღვიძებინე? კი, მაგრამ თურმე უნდა დამეყენებინა. ხო, კი, ეგ ხუდა დააყე. სოფი, თუ გინდა მე გაგაღვიძებ, იცი, არ არის პრობლემა. ლაშა, შენ როგორ გააღვიძებ, სოფი? ამას არენდო. როგორ გააღვიძებს და გაყვება სახლში? იქ დაიძინებს ხრინვას ამოვშებს და სოფის საერთოდ აღარ დაიხსნება.
არა იყოს ლაშა ძალიან დიდი მადლობა წავედი მომენატრები ძალიან კოცნით კარგად აუ წავიდა აუ მოვიდა ელენე დამოგვიანე ცოტა არა კატო პირიქით მადლობა რომ მოხვედი იცი რატო გთხოვე მოსვლა უნდა გავიდე და ნიკა მინდა რომ დაგიტოვო რა სულ? არა კატო რა სულ ამ საღამოს კი ბატონო რა პრობლემაა? ხოდა რა არის ძირფის მინდა რომ შევხვდე და რომ ნიკამ გაიგოს ხოდა გეუბნები ხო არ არის პრობლემა დავიტოვებ ლაშა სოფი შემხვდა ახლა რომ მოვდიოდი და წავიდა ხო? კი სოფი წავიდა ანუ ცალი ფრთა მოგწყდა? ქვა რა კარგად უცხარ ცოტა გამხიარულდი დიდალების დროა უიცი რას ლაპარაკობ ეკლა იყოს მაინც დავლებ შენი სიყვარული მე ყველაფერ შემაძლებინებს ეკლა ხო იცი როგორ მიყვარხარ რას ლაპარაკს ქვია მოდი მაინც ეხლა ნუ გამოვცით ჩვენ ჰერგზნობებს და ჩვენ სიყვარულს ხო იცი მიყვარხარ და მოკლედ იყოს მეც მიყვარხარ მე აი მე მოგიგე აი ეს ადრიულია მოდი რა ხდება რამე სხვა მიმალა რა გავუკეთოთ ლაპარაკობ შენ ჰა უკაცრავად ჩემი დღიურია ეს ჩანაწერებს ვაკეთებ ხოლმე კიდე აგიკითხო გაჩვენა შენ რომ მიყვარდი და ლექსი რო დავწერე აუ კი როგორ არ მინდა აი ნახე შენ სისფერთვალებს ვერ დავივიწყებ ვერ ჩემ ქერათმებს ეს შემიშავა ეს ბრედ პიტი რომ მიყვარდა მაშინ და აი ეს არის მოდი ჩამეხუტე და ესე ტელეფონი დეკასტელა წავალ უპასუხე მე მოდი სხვაგან მოხდი ხალბატონო ნუნუ პატა ასე მგონია რომ სიზმარში ვარ მეც და ასე მგონია რომ აი იმის კარი ღია და ოპერია და დაკეტებთ ხო შენ შვილო ბესიკი ბობი ამბილი ცუდად გამომივიდა გათიშული ვიყავი და რაღაცა ესე გავაკეთე რომ არა ეგ არაფერი მაგრამ მაინც შეგეძლო დაგეკაკუნებინა და ისე შემოსულიყავი ჩვენს ოთახში საყვარელო გავედი საწავიდა ბობისა ნაყინი უნდა მომიტანოს გიჟდები როცა მჟავეკიტოს ვაყოლებ შეძენა აი მე შვილო ის ხელში ჩავარდი ვაი მამა სოუზი როგორი იყო კარგი იყო კარგი ოდნავ მწარე იყო თორე ისე არაუშავდა კი კიო ასეთი უნდა იყოსო დედამ ასე მასწავლო კარგს რას გასწავლიდა ეს უჩი რა არის აქ ეს ჩემი ტკბილი მოგონებებია ჩემი გოსტებია თეატრიდან წამოვიღე გამარჯობა დედიკო ეროგი მოგიტანე შეროგი ყავს ტურობს გამოვაცხობინე მადლობა გამარჯობა რა მაგეთით ლასახებს იდო სიცხვილისგან ალბათ ხო ცხენი ესეთი წითელთავა და უსაქმური შვილი რო ყავს მცხენია ხო ინდიგას გაკეთებულმა სოუსმა შემარცხინა ვის ოჯახში ჩემი შვილი შევადოფოსორე ჩემი და ბედნიერია ის ოჯახი მაგრამ შენ ისეთი უჟმური ხარ რა იცი რა არის ბედნიერი რა გინდა მან რა არაფერი გასინჯეთ მამა მადლობა ვაიმე შვილო ვაიმე მოდი აქ ინდირა
აიმე, რასშვები, კაგიშდი, თავზე არ დაისვა შვანგილაცეები, მე რომ უყურებდი ბებიაშას ძველი ცხოვრება ღიმლით, კარგი იყო? რასერჩი მშვენიერი ადამიანია, ფრიდონი მამა. ვაიმე, ესე იგი კატეგორია ხო იმ კითელ თავად გაუხეთქავი იმ თავს და უფრო გაუჭირვები კითელ თავს. დედა სულ გადამირეშვილი წავიცოდი გამიქცემა გული. დედა რა. დახება რა მოხდა? არაფერი? აბა ნუ გამოვიდა დავკარგე ინდირა შვილი აღარ მყავსო და ჩამიქროდა ესე კიბეებზე. გამწარებულია ინდირა რომ არ დაემგვანა. ხასიათი. ნიკა რა უნდა ელენეს მძივს აქ? აუტან ოთახში თორე მე ძებნას დაუწევს. დედას მძივი გაწყვიტე? აიმე, შვიდობით კატო. აი რა ვქნა როგორ გამიწყდა? როგორ გაგიწყდა? თანცარო მხარ მაგიტო. სპორტი იყავი ჩემსავით თანცალა და არაფერს არ გამიწყდა. აუ არა და დედას ყველაზე მეტად ეგ მძივი უყვარდა. მატყუებ ხო? არა მძივზე მოტყუება როგორ შეიძლება? ალბათ დედა მოჰკლავს. ჰა? არა, დედა მკვლელი არას, ნუნუს ეთქვის და ის მოჰკლავს. კარგი რა ნიკა, გეხვეწები რა. აუდი. გეხვეწები, დამეხმარე, გე ყველა ვიპოვოთ რა. კატო? ხო. სისფერი თვალი უნდა იყოს, ის ყველაზე ძვირფასი იყო. სისფერი? აუ ნიკა, გეხვეწები რა, ძალიან ხელი და თელ ოთახს ეხარები, ვერაფერს ვერ ხედავ. მოდი აქ დაჯექი და წიგნი წაიკითხე რა. მე წიგნს წავიკითხო, შენ გაზეთი წაიკითხე. გაზეთი აშუა რატო? დედა რომ ხო მოგიწევს ახალი სამსახურის მოძებნა და ეხლავე დაიწყე. მართლა? ნიკა. დამეხმარე, გეხვეწები, მოდია. მე მოვიფიქრე. დედა ჩემი იცი სად არის? სამსახურში ალბათ საელჩოში? ხო, საფრანგეთის საელჩო გადაიტანეს თათიას ბარში, რომელიმე მაგიდაზე და სამსახურში მარტო დედა და ვიღაც კაცი დატოვა. საიდან მოიტანე რომ დედა ვიღაც კაცს ხვდება? დილით გავიგე ტელეფონზე რომ ვლაპარაკობ. როგორ გაიგე? ელენე რო წავიდა ზემოთ არ იყავი? ხო იცი რა მაიმუნი ვარ, შემთხვევით გამიგონინა. კარგი რა თორე რაშუაში მე გთხოვე რომ ძივი მაღოვნინე მეთქი და შენ კიდე რაღაც ისტორიები ვერ გავიგე რას მიყვები საერთოდ რაშუაშია ეგ. თუ გინდა მე დავიგვარებ და დედას ვიტყვი ძივი მე გავწყვეტე, ხო? შენც მოგიწევს მსხვერპლზე წასვლა. რა გინდა შე პატარა ლუციფერო, სული წაიღე. ეს ხუთია ბატონო ფიდონ? ხო, ჩემი კოსტუმები და რეკვიზიტებია. თეატრიდან წამოვიღე, აქ აღარ ეტევა და ამიტომ გთხოვეს თქვენ შეინახე მეთქი. კი, შევინახავ, არა პრობლემა. ისა. ყავას ხომ არ მიერთმევთ, მამა. არა, შვილო, არა. შვილო, არაო. ხო. ბატონო ფიდონ, ეს ნემბონი. ეს შემშლია არა. ალექსანდრე მაკედონელს თამაშობდი ამით. რას პაპარაკობ კიცი? ხო, კოსტუმების მხატვარს მაზლი დაუჭირეს. ხო და ჩვენც არ ეცალა, ჩვენ კიდე სხვა ვერაფერი მოახერხეთ და აი ამით სპარტელს თამაშობდით. სამასნი რომ იყვნენ. ხო, ლეონიც თამაშობდა კობა ხუციშვილი. ცალფეხა იყო საწყალი, მაგრამ ისე კარგად თამაშობდა, ვერ ამჩნევდნენ, ვერც იმას და ვერ ჩვენ ხუთი რო ვიყავით და 300 რომ არ ვიყავით. ხო, აი ნახე, სპარსელებმა ვერაფერი უხსნეს და თაგვებს შეუჭამია. ეს რა არის ბატონო ფიდონ? ეს ჩემი მეოთხე როლია ჩემულაშა. სიკვდილს თამაშობდი. ხო, რა მაგარია სიკვდილს. პრემიერის დღეს. ხო. სცენაზე რომ შევედი დაინგრა დარბაზი. ვაციები ფექსი ამდგარი უკრავდა ტაშს ხალხი. დამაგვიანდა. დამთავრებულა. პაკლოზე შევედი პირდაპირ. ყვავილები მომართეს. ხო.
მაგის შემდეგ დავტოვე ქარელის თეატრი. წამოვედი. წამოხვედი. ხო. ხო. მესა. წავიღებ ამას, ხო? მე ბატონო. ხო, წაიღე. დიდი მადლობა, ლაშა, დიდი მადლობა. გაწუხებ, ლაშა, არა, წაიღე. შვიდობით ჩემო ტკბილო მოგონებებო. დედასთან და იმბიშთან მიხვა და ისე მოიქცევი რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ეგ როგორ? როგორ და იმბიშ თავს მოაწუნებ. დედა იეჭვიანებს და დაშორდება. მე მოვფიქრებ მამას როგორ შევარი. არა. მე მაგას არ გავაკეთებ. არა, მორჩა, მაგას არ გავაკეთებ. რას გეუბნებოდი საერთოდ? შეხო ყავს მამა და როგორ გამიგებ? რამდენჯერ მიოცნებია მამას ეკოცნო ძილის წინ. ეგ მძივი არ არის პრობლემა, მე დავიბრალებ. მეჩხუბება დედა, მაგრამ რა შეიძლება? მეჩხუბოს და მეჩხუბოს. რა მოგანმსახიობი ვარ? ანუ ელენემ რო გაიგოს გამაგდებს? შენი გადასაწყვეტია, ეხლა გავიგდებს თუ ცოტა მე. სად უნდა წავიდეთ, იცი? ხო გითხარ თათიას ბარში თქო. მაპატი ელენე. აი ძალიან დიდი მადლობა რომ მოგდოდით და ჩავა მაფიაში მიყიდი ამ წამებს მიხარ ყველაფერს ნახვამდის პარკს. მოდი ბატონო ფიდო, ნახტება ხო მშვიდობა? ვისა, კი, ვაშა, ეხლა მშვიდობა მე პატა დავბოდით, დაგიდის ირგვლივ დავბოდით ასკინკივით, ხო და მე იმ ალყა დაჭრი უყალ ხახებს ვესროდით ესმენეთ და მე პატას ხვიში შეეყარა, ჩავიწიწაკა, შეეყარა ესე და ის ძალიან ხმაც დააცემინა და დაარტყა თავი მაგიდან და მე საწრაფო გამოვიდა და ეხლა კარგად არის და წამლები უნდა ვიყიდო. ესა თეკა შეიძლება დაბნეული მეჩვენები. ხოდი შენ დარჯი პატასთან და მე ჩავალ წამლებს მოვიდრე. არა, იყოს რა დაბნეული ვაშა, მართალი ხარ, შენ ჩადი და მე დავრჩები. სულ არა ხარ დაბნეული. Pata. Oh. Adeki pata. Adeki pata. Წასვლის დრო. ვინა ხარ შენ? სიკვდილი ვარ პატა. აი თავი რო ჩამოვარტყირი ცოტა ზედმეტი მოგივიდა ხო ხვდები რა. რას გაჩუმებულ ხარ? ახლა უნდა თქვა ის ჰაიმე, მთელი ცხოვრება რო შევჭამე. ჰაიმე! არ მომეკარო, რატომ მოხვედი რაგიდა, რატომ მოხვედი? ორი თავი ხახვი მინდა, რატომ მოვედი? აბა, წავედი პატა, წავედი, დრო არის ახლა, დრო. არ მომეკარო, ცუდი პატრონში დავრეკავ, არ მომეკარო. გეგო ფეგმა იმუნობა წამოდი. მე გამანები თავი, რა გინდა გამანები თავი, რატომ მოხვედი? წამოდი მეთქი, წამოდი. რა გინდა? წამო, კარგია, როგორ წამოვიდე, როგორ? ვერ ხედავ რომ მუხლები მეკოთება, ჰა? ვერ ხედავ რომ მუხლები მეკოთება, შეხედი, აი. ვაი, არ წამიყვანო, გიხოცები რა. ჯერ არ წამიყვანო რა, მე ხომ ნორჩი ვარ. არა, გასაგებია, მე მესმის თქვენი ბატონო სიუძლო მესმის თქვენი რომ თქვენი სამსახური და თქვენი მოვალეობაა და უნდა შეასრულოთ. გასაგებია, რაც დაგავალეს, მაგრამ აი რომ მოიტყუოთ, რომ მაგალითად ვითომ ვერ ნახეთ. მოიტყუოთ, რომ ვითომ ვერ ნახეთ და წასულებად ხარაგაულში რა შეიძლება, აჰა.
რა ხნა პატა, სიკვდილი ვარ და უნდა წაგიყვანო. ვაიმე, გაგიჟდება ბაბუაჩები. ვაიმე. სამაგერო დებიაშენს გაუხარდება. ვაიმე, ბებო, რა გინდა, რა სპეჩი, რატომ მიყავარ? ბატონო სიკვდილო, ისა, უკაცრავ, თქვენ რა გქვიათ? კახა. ბატონო კახა სიკვდილო. ბატონო კახა სიკვდილო, იქნება თქვენ გეშლებათ, მე ის კი არ ვარ, ხა თქვენ ვიტანაც მოყვებით. გეშლებათ თქვენ არ ვარ მე ის. შენ პატა გიორგის დეფერაძე არა ხარ? აი ბატონო სიკვდილო კახა. აი რაც ნიშნავს, როცა ქალაქში არის ორი პატა, ორივე გიორგის დე. აი რა. თქვენ წარმოიდგინეთ ორივე ფერაძე. აი სად არის? კარგად იხუმრე, გამოგადგება იქ. დაბლა. სადაბლა, ვაიმე, დაბლას ბიჭი ვარ მე კაცო, რა დაბლა. ეს ლაპარაკო, დაბლას ბიჭი ვარ, ეხლა მე არ გინდათ რა. ძალიან თუ იქნება. ვაიმე, სულ გავითიშე, რანაირად ფიქსები, აბა რა წესი ეხლა ჩემი საქციელი, დავსამდით. თუ თქვენ არ ჯდებით, ხო, ის ბატონო სიკვდილო, არაჩვეულებრივი, არა სუფთა წითელი ღვინო მაქვს, სუფთა წვენი, ეგმა კიდე დედალი მაქვს სოფლის წყემაში, როგორია, ხო, ისე ხო. ანუ ზევით. არა, დაბლა წამოდი გელოდები. დაბლას ბიჭი ვარ მე, რა გინდა, რატომ უნდა წამოვიდე? გამანებდე თავი, არ შეიძლება რომ ბატონო სიკვდილო, კარგი, ნუ მიყურებ ეგრე, მოვდივარ, ოღონდ ერთი სურვილი უნდა შემისრულოთ სიკვდილის წინ. გისმენ. ისიც რა არის ბატონო კახარო, მე ბევრი კი არაფერი არ მინდა, უბრალოდ აი ერთი რაღაცა მინდა, რომ ოღონდ ჩემი შვილთა შვილის სტუდენტობას მომასწორო და მეტი არაფერი. ისე პირველი ხარ ვინც სიკვდილის წინ ხუმრობს. წამოდი კაცო, გვეჩქარება, გელოდებიან დაბლა, წამოდი. კარგი მოვდივარ. ოღონდ ერთ რაღაცას დამპირდი, რომ ჩემს მეგობრებს არ მიაკითხავ და საერთოდ გაანებებ თავს. ლაშას ელენეს და თეკლასთან არ დაგინახო მისული. ან თუ მიყო ძალიან გვიან. გაკეთილი ხარ. კარგი. ჯერ არ წაგიყვან. მაგვი მართლა ჯერ არ წაგიყვან. 1 საათი გამოგივლი და გაემსახე. აბა 2 საათი. ვაიმე ბუხლები. რა ხდება? იგი არ გასულა ხო ჯერ ასრზე. არა, საერთოდ არ განძრეულა. პატა. ვაიმე. თქვენ ლაშა თეკლა თქვენ ხარ. გაინა ვარ კი. ანუ ჯერ არ მოსულა ჩემს საყვანად, ჰა? არ არის დრო. ვინ უნდა მოსულიყო? აბა მე რა ვიცი. თვითონ მე ძალიან მომწონ ხარ, უბრალოდ არ მინდა რომ ავჩქარდეთ. ხო გესმის, არ მინდა რომ ნიკას გული ვატკინო. კი. ესმის შენ. ელენე, აქ ხარ? ხელს ხო არ შეგიშლით რომ დავждდე? არა ხო? ძალიან კარგი. კატო, ნიკა სად არის? ნიკა ლაშას დაუბრუნე. ხო, კარგად არის. კი, ძალიან კარგად არის, ძალიან წესიერი და კარგი ბავშვია. ხო, თქვენ გიყვართ ბავშვები? დიახ. მე გიჟდები ბავშვებზე, მაგრამ მეთით გაჩენის მეშინია. არ მინდა რომ ეს მუცელი დამრჩეს. ელენე, შენ ძალიან დიდი მუცელი დაგჭა, ხო? ხო, კარგად ხარ? კი, ელენე, ვაიყო. ეს სიმპათიური ახალგაზრდა ვინ არის? გაიცანი დიტო, კატო. სასიამოვნოა. ვაიმე!
ჯენტლმენია. საყვარლად თქვა სასიამოვნოაო. მე საყვარლად ჩაახველა შერთხვა. ელენე საყვარლად დუმს. კატო, რანაირად იქცევი? ელენე, ისი რა ვიფიქრე? აი კატო და დიტო, როგორ უხდება რა ეგ სახელები ერთმანეთს? კატო, დიტო, კატო, დიტო. აი ელენე და დიტო საერთოდ არ უხდება ერთმანეთს. ხო, დიტო? კატო, ხო კარგად ხარ? არა. ძალიან ცუდად ვარ, გავიყინე, მცივა, ნეტა ვინმე გამათბობდეს, ნეტა ვინმე ჩამეხუტოს. ხო, დღეს ძალიან ცივა, 31 გრადუსი სითბოა გამოცხადებული. ვაიმე, ელენე, არ მითხრა რომ ეს დიტოა? ხო, კატო, ეს ის დიტოა, მე რომ გეუბნებოდი. ხო, დიტო, მათ შენი ხელები. არც ისეთი მოკლეთითები აქვს, როგორც ამბობდი. რა იგივე? აქვე ლევანზე თქვი, იმ დღეს რო შეხვდი გუშინ თუ გუშინ წინ. ხო და ამაზე თქვი რომ თლიფინებსო. ხო? კატო არ თლიფინებს. კატო, გონი შენი სახლში წასვლის დროა. კი ბატონო. ვაიმე! ეხლა ფეხზე ფეხი შენ მომისვი ელენე? არა, კატო. დიტო შენი ყავი? არა, რა სამბობ. მუხტვენია ელენე ახლობელია. იცი ელენე ჯობია მე წავალ და შენ დამირეკე. გამიხარი? მე ნახონდის კარგად. კარგი დიტო დაგირეკა. კაი დიტო როგორც ყურში მითხარი ისე მოიქცე სხვა რო ხალ ექსზე. კატო. რაკჭირს? გიხოწები მაგათია ჩემი ბრალი არა ის შენი მძივი გამიწყდა და ლარიდან ლარამდე აგინაზღაურებ ყველაფერს. რა მძივი? აი ეს მძივი ძალიან რელიკვია ბებიამ რო დაგიტოვა სფერი თვალი რო აქვს. ნიკა მითხრა. ნიკა? ნიკა! მიცანი ხო? ეკლა, როგორ არის ახლა პატა? კარგად, გადარჩა რომ ტვინი შერყევა არ აქვს. ეხლა დაიგძინა მე ბულიონი გამოვკეთე და უნდა გავუყარო. ვა, ბულიონი კარგია. ისეთ ეკლა, ცოტა ახაც დათქვი, ხო? ნუ ალბათ მიხვდი რომ ეს ცოტა სიმბოლური ნათქვამია. ბევრი დატოვია. როგორ გამოპრანჭუ ხარ გიხდება პუ? ვა, პეტო, მიდი ხარ სადმე? კი, ლაშა, კი. პატა, მივდივარ. მალე მოხვალ? მე არა, მაგრამ თქვენ მოხვალ ჩემთან თავიდანვე. პატა, რა გჭირს, საუცნაურად ვაპარაკო. ეკლა, ეთყობა ეს თავი რომ დაარტყა, ჯერ კიდე არ არის კარგად გამოშუშებული. ნუ მიაქცევ ყურადღებაში. აი ეს მომისმინეთ. აი ეს ხორბალი მოვიტანე და გჭირდებათ რა. მოდი დაჯექი დაისვენე, აქ შეიცი რა გემრიელი ბულიონი გავაკეთე დაჯექი და არა თქო, საფცალია მე დასაზდომად, აი ელენეს მივეხმარების ჭურჭელს დავრეცხავ გამი. მოიცა პატა, გავრეცხე უკვე. ხო, გასაგებია, მაგრამ სად დავალაგებ, დავაუთოებ რაღაცას გავაკეთებ. პატა, რა არის ეხლა, რა რეცხვა ხეხვა აგიტყვა გამაგებ. რა იყო ლაშა და ელენეს მინდა, გამიგეთ რომ ელენეს მინდა რომ დავეხმარო, კეთრის საქმეებს ვაგროვებ ლაშა. ეს მე არავინ არ იცის, კაცმარიცის, სად როდის როგორ ადაგჭირდება, გაიგე ელენეს მინდა რომ დავეხმარო. აეგრე. აბა, კარგი პატა, დაჯექი დამშვიდი დათმარგი. მე და ლაშა ლაპარაკობდით ცოტა ხნის წინ საწავიდეთ ზაფხულში დასასვენებლად. ლაშა თქო ურეკშიო. ჰა? კი, ურეკი ძალიან კარგია პატა. სიწყნარეა იქა, სიმშვიდე. თან ეს მაგნიტური ქვიშები დაიმარხები ამ ქვიშაში ეს. ხლები გაგიმაგრდება. არ მიდაიცო. გაწვდიცო. სიმშვიდე და დამარხვა არ მიხსნე რომ გაჩერდი. დამშვიდით. აბა საწავიდეთ.
ვიცი, ეკლა რა ვიცი, თქვენ წამითორე მე. მისე შენ არ წამოხვა? არა, ეკლა მე საწამო, დადი თქვენ დაისვენეთ, რომ მე რო დავისვენებ, ისე დაისვენოთ, თქვენმა მტერმა ისე დაისვენოთ. ატა, მაშინებ, აღარ გიყვარვარ. ой, ეკლა, მაგას როგორ მეუნებ, ეკლა როგორ არ მიყვარხარ, ეკლა ძალიან მიყვარხარ და ცხოვრების ბოლომდე მეყვარებით ეკლა, რას ლაპარაკო, მაგას როგორ მეუნები, აბა? ცხოვრების ბოლომდე, ეკლა, რა თქმა უნდა. კი, რა პრობლემაა, ეკლა? კი. ეკლა, მოდი შენ არ ინერვიულა, ხო? ეთყობა რაღაცა გადაიღალა, ცოტა დაწყნდება, დამშვიდდება, შენ მაგაზე არ იფიქრე, მოიჩადე. მე მივხენა პატას. პატა. ბატონ. წამოდი, ჩაგიყვანო დაბლა. დაბლა. რაგინდა ლაშა შენ რა გაგინდა დაბლას ბიჭი ვარ მე გეკითხები. არა პატა, ჩავიდეთ ბარში, ლუძდაგალევინეთ მეთქი რა იყო კაცო რა. გასაგებია ლაშა ხო. არ მინდა, წადი შენ დალი ეღონთ ღვინო და ხვალ და სამიჭო. პატა, რაღაც არ მომწონხარ შენ. ლაშა. ისე აქამდე როგორ ვერ ხვდებოდი და რა ლამაზი თვალები გქონია ბიჭო. პატა, წამოწექი, მე მგონი ჯერ არ შეიძლება დაადგომა შენთვის. წამოწექი. მიდი ხო, დავალ დავისვენებ რა დავწები იქ მეყობა დასვენება და დავალ დავგები ცოტა ხანი მიქნები შავისი. ბაშა. აბა ერთი წუთი შემომხედე. შემომხედე, აბა ეს ფაქტურა მიხდება? პატა, რევს ლაპარაკობ ახლა. რას ნიშნავს ახლა კარები როგორ უნდა გიხდებოდეს გამაგრება? გასაგები, ესეთი ტაბლი არ მიხდება გასაგები. აი, რა ვიცი ხალხო, წავალ შენთვის დავჯდები, რაღაცა მაგ დასალაგებელი დასაწერი ანდერძი უნდა დავწერო, მოკლედ ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ სახსუტოვე ბაბუაჩემს. რა უცნაური ანდერძია, წარმოიდგინე რა უცნაური სახსუტოვე ბაბუაჩემს. კარგი ხა, პატა, რა დროს შენი ანდერძები და ეგეთები არ არის ხვენია კაცო? პუტყუნო და ცისფერთვალებო ბიჭო, მოგისმინეთ ჩემი დღეები, დათვლილია, რატო არ გესმით თქვენ, დათვლილია ჩემი დღეები. 1 2 3 მაინც იყოს 1-ია მარტო 1. შენი შიში ვეღარ შეუსვარ მეზობელთან. რას მოყვები მეზობლებთან მოვედი, შენ მომყვები ახლა მე. მე მეყვები შენ მომყვები ახლა. შეხარი უნავიდე ბავშვები ვნახო მეთქი საქმე არ მქონდა, არაფერი დამოვედი, გამარჯვებათ როგორ ახლა. რა, მართლა დამართლა, უკვე აღარ შემიძლია. ეს მე ვარ. რა ხარ, რა მეჯღანებია კამხელა კაცი რა, როგორ იქნები, არ ეცემი რა. რა ვთქვი ახლა მე? ისენი რა თქვი და მომყვები და ყველგან დაგვი. კარგი, ახლა არ გიზა, მართლა ქალბატონო, ნუ რა. დაწნარდი ერთი წუთი ხალხო დამშვიდით. ვა! რაკით რა მოგივიდა შეიძლება თუ ერთმანეთთან ჩხუბი და კამათი და ერთმანეთს უნდა წამოწუს წელი ცხოვრება კაცო არ მოგვეძათ არ მოგივიდა წელში მოეფერეთ ერთმანეთს მიუნჯექით მოესიყვარულეთ და ელაპარაკეთ თბილად რა დაგჭირიათ მეტი ამ ცხოვრებაში ხალხო რაკით ვერ გავიდე ჰა რატო მე რამეს ლაპარაკობ გაუგებრათ ქალბატონო ნუნუ მომისმინე ერთი წუთი რომ დაგიხარა თელი დღე რომ ჯაჯღანე ერთი დღე რომ გაჩერდეთ, ერთი დღე მეზობლები რომ დაასვენოთ, არ შეგიძლიათ ერთი დღე მაინც. ჰა? მე ეს გიჟია ლაშა. არ არის გიჟი. მართალთამბოს წერე მომისმინე ბატონო ფრიდონ, რომ დადიხარ და შეგვწამეთ, ტვინი რომ შეჭამეთ ამ თქვენი უარზრო არტისტიზმი და რაღაცა ლექსები და იმეებით. ლეტა ვინმე რამეში მაინც აინტერესებდა. რა, თქვენი რაღაცა უარზრო არტისტიზმი. ერთი აი გეკითხე. ერთი კაცი მაჩვენეთ, ერთი ადამიანი ვისაც გაინტერესებს და გავჩუნდები. ეს გიჟია. მაგასა მომისმინეთ ახლა სულ რა თქვენ? სულ მომისმინეთ მე დასაკანკი არაფერი აღარ. ყველაფერი უნდა გითხრათ ეგრევე რასაც ვიყავ. ბატონო ნუ და ბატონო ფრიდონ მომისმინეთ ერთი წუთი. კარგი, გაჩერდი შეგაჩერდი. შენ თვითონ საქმელი რიცი შადექი ხალხი მელოდება. შენ
არა თქო შენთან არაფერი ყოველ შემთხვევაში კარგი სპეტი არაფერი გამშვიდით მომისმინეთ ახლა ქალბატონ ნუნუ და ბატონო ფრიდონ და შენ მომისმინე მართლა მე რაღაცა გეტყვი და მოდი შენ გადაწყვეტე მე რა უნდა თუ არ უნდა დიდხარი ერთი რა უნდა გეტყვი დღეს შენთან საქმე ნახე ყველაფერი იყო ტყუილი მე ვიყავი ის მე ვიყავი მე მოგატყვე გაგეხვი რა მე ვიყავი ის კახა ვიყავი მე თქო კახა ვინ არის არის ერთი არის სოფში მოიცა რა ხარასი გასურო შეგი კახა შენ ხო არ მოვაჩენ თან კახა არ მოვა არა აიმე ეხლა ნეტა მართლა მოვიდეს კახა და კახა სათხარ ზევით ხარ თქო კახა ვინ არის კახა კახა რა სამოვდეთ ახლა რა უნდა გითხრა ერთ მაინტერესებს რაღაც ხუთი უნდა გითხრა ხალბატონო ნუ რაღაც უნდა მოგიყვე უნდა გითხრა რაღაცა არა რაღაც უნდა გითხრა ჩემთვის რა უნდა გიგონებ რაშას ვლაპარაკებოდი არა მე მითხარ უნდა გითხრა რა უნდა მე ხო აი ჯერ რა გაინტერესებს დავიწყოთ იქიდან ხო მე ხო გიჟი მე ხო გიჟი ვარ კომდო მე ხო გიჟი ვარ როგორ არა თვალეთი შემომხედე კი არა მე გიჟი არ ვარ შევხედა მე ვარ ჩადაგიდი გიჟი ვარ გამოტანო დამიძე მე ვარ გიჟი ხალხო აი უყურე ესაკეთებ გიჟი ვარ მე ვარ გიჟი ვარ გამანome თავი მე გიჟი ვარ წავედი მე გამანebe წავედი გამანebe და მეც მოვდივარ ლაშატო რონჯატე გობისმინე ეხლა შენ რა რაც მეუბნებოდი შენთანაც რას დაბლა გელოდები მე აწუჩი გელოდები დაბლა და შემოდი ამას იყო დაბლა გელოდები მე შენ და იგავარ თეკლა მიდი ბუის წამოიღე რა ქვია ბულიონი წამოიღე მიდი გელოდები უყურე ამას თეკლა კუჭები ჩაყარე კუჭები არ დაგავი მიდი გელოდები მიდი წამოიღე ბულიონი წამოიღე დაბლა გელოდები მე შენ აწუჩი მოდი დატოვე ცოტა ნაღდი ნიკა ეს როგორ მოიფიქრა მე ვისე ლაპარაკები ეს რა მოგაფიქრებინა რა ვიცი ნიჭიერი ვარ ხო ნიკა ნიჭიერი კი არ ხარ ძალიან ცუდად მოიქეცი ელენე მოვედი სოფი ვა სოფი მოიცა სოფი შენ ახლა პარიზში არ უნდა იყო უნდა ვიყო მერე მაღვიძარა მარდარეკა გარეკა აეროპორტში დროზე მივედი მაგრამ როდესაც მივედი აღმოაჩინე ბილეთები და საბუთები სახლში დამჭაი მითხარი მაღვიძარას არ უნდა კონდეს ის ფუნქცია რომ შეგახსენოს ბილეთები და საბუთები უჯრიდან ამოიღო არა არ უნდა ბილეთები და საბუთები რომ ჩანთაში ჩადო ისე მაგაზე კი არ მიფიქრია როგორ რა ვიცი ნიჭიერი ვარ თქო ვიძახი მაგრამ არ ჯერათ ნიკა